რუსეთის ვიზების აღება გამარტივდა, ეს კარგია, მაგრამ ძალიან კარგია, მაგრამ ეს ყველაზე ადრე ერისიონმა რატო გაიგო არ ვიცი. მოკლედ ერთი ამბავი ატეხილი წულუკიანის დიპლომზე, თქვენი ბრალია ქალბატონო თეა, თქვენი ბრალია, რო გაიქეცით სასწავლებლად საფრანგეთში. რაც მირბოდით იმ საფრანგეთში, წასულიყავით ამერიკაში. თუნდაც ჭრაკერვის კურსები დაგემთავრებინათ. რა პრობლემა ჩამოხვიდეთ, ჩვეულებრივ მინისტრად იმუშავებთ. აქამდე ესე იყო ადრე, რა ვიცი და ეხლა რა შეცვლიდა ამას. როგორც იქნა სააკაშვილი და ივანიშვილი პირადად შეხვდნენ ერთმანეთს, ძალიან უცნაურად მიესალმა ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს, ეს ვიდეო უნდა ვნახოთ. მაგ მოკლე ვიდეო ვაწერ. ნუ ისე უცნაურად ჩამოართვა ხელი ბიძინა მიშას და ისეთი სახე ჰქონდა, რომ ვერაფრით ვერ მიხვდებოდი არჩევნები რომელმა წააგო. რომელმა წააგო არჩევნები. შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრ რამეზე ვისაუბრეთო, მაგრამ კოაბიტაცია და კიდევ რამდენიმე რთული სიტყვა არ შედგაო. ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვისო და ჩემი შეგითხარის კამათიო, მარტო ჩემი შეგითხარის მეუნებოდიო. ხედავთ, ანეკდოტებმა რო არ გაამართლა, ეხლა ანდაზებს მიაწვდით. პრემიერ-მინისტრი ძალიან ნაწყენია სააკაშვილზე, უცხოეთში ვიზიტების დროსო, ახალ მთავრობასო, შავ პიარს გვიგორებსო, დადის და რაღაცეებს ლაპარაკობს ინგლისურადო. ძალიან უცნაური რამ მოხდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გუშინ, ნუ კალაძე კოჭლობით მივიდა, მეორე მინისტრს ხელი ჰქონდა მოტეხილი, მესამე ყავარჯნით მოვიდა, ერთს თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და ხელს იფარებდა. ნუ მოდი ეს ვიდეო ვნახოთ ერთი რა მოხდა მინისტრთა სხდომაზე. ნახეთ ალბათ, ერთადერთი ნოდარ ხადურს არ ეტყობოდა არაფერი, მაგრამ რა გინდა, მე სასადილოში შევიხედე, იჯდა ხადური კუთხეში და ჩაიში ჩამბალ სუხარს ჭამდა. ამ მინისტრებს რომ შევხედე, დავრწმუნდი, რომ აქ უბარდია მართალი ყოფილა. მართალი ყოფილა. ივანიშვილი მართლაც ათლეტიკური აღრაგობის ადამიანი. მართლაც ათლეტიკური გამოსახა. ახლა სიცილიელებს ფიქრობ ადამიანები, მინისტრები დაიმუშავე. უსუსებიანი პრეზერვატივის აკრძალვის შემდეგ კობა დავითაშვილი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ითხოვს. უმრავლესობამ უთხრა, რომ როგორ აკრძალოთო კაცო, კობა, იცი რა, იმ რეკლამებით ძალიან ბევრი ფული შედისო ბიუჯეტშიო, საქართველოს რატო აკრძალოთო? კობამ უთხრა, მე ფული ხო არა, მთავარია. ეს ახლა ხუმრობა თვითონ არაფერი, სასაცილო ესეთი არაფერი, უბრალოდ ის ფრაზა მომეწონა, კობა რო ამბობს, მარტო ფული ხო არ არის, მთავარია. მე ვეთანხმები დავითაშვილს და მარტო რეკლამები კი არა, თვითონ აზარტული თამაშებიც უნდა აიკრძალოს. თორე ზოგმა ფული წააგო, კაცო, ზოგმა მანქანა, ზოგმა ბინა წააგო. აგერ ერთი კაცი ვიცი, საერთოდ ქვეყანა წააგო 1 ოქტომბერს. აზარტული თამაშის დროს. ტელეოპერატორებმა ქუთაისის პარლამენტში გადაიღეს საინტერესო ვიდეო, სადაც კობა დავითაშვილი თამაშობს გოლფს. Kedar kurtul. მახსოვს როგორი იბრძოდა კობა დავითაშვილი, მოსულიყო ხელისუფლებაში და ქვეყანა გადაერჩინა. ეტყობა გადაარჩინა და ისვენებს კაცი. როგორც ვიდეოში ჩანს, კობამ ვერცერთი ვერ ჩააგდო ბურთი ლუზაში, არა, სასწრაფოდ უნდა გადავიდეს პარლამენტი თბილისში, უნდა გადმოვიდეს ძალიან სასწრაფოდ. კაც ხო ხედავ, კაცმა ბურთი ვერ ჩააგდო, იატაკი სწორი არ არის. ვერ ჩერდება ბურთი, დაგორავს. გადმოვიტანოთ აქ პარლამენტი, არ არის პრობლემა. საქართველოში საკუთარი სურვილით დაბრუნდა დიმიტრი შაშკინი. ძალიან მაინტერესებს, ახლა თვითონ აქვს შაშკინის მოფიქრებული ბრალდება, რითაც უნდა დაიჭირონ თუ ისევ პროკურატურისთვის ის საჭყლეტი არის ეს თემა.
ნეტა რამიზედით უნდა დაიბარონ შაშკინი პროკურატურაში, მე არ ვიცი ახლა. კაცი განათლების მინისტრი იყო, სასჯელ ახსულების მინისტრი და თავდაცვის მინისტრი და რაზე უნდა შეედაონ? რა ისეთი რაზე უნდა მოკიდოთ, აი რაზე უნდა წიწახო. არადაირი საბაბი არა აქვს და დაიბარო. მე მგონი ჩემი საკითხი. ტელევიზიით გავრცელდა ბაჩო ახალაიას კაბინეტის კადრები, კიდევ ერთხელ მართალი ყოფილა აქუბარდია, მართლაც ქონია ახალაიას კაბინეტში ჯაკუზი. ჯაკუზი ქონია. ჯაკუზი რა არის? ჯაკუზი კაცო, აი ჯაკუზი შიგნით რომ ჩაწვევი და რო ბანაობს კაცი და ადამიანები რო ჩადიან და შეფებს რო ასყავს რა. ვიცი, ვინ? ახალაია, კაცო, ახალაია ხო ჩადი და ჩეულებდოთ ამ ჯაკუზში წყალს უბერავდა და შიგნით იმაშრებოდა ახალაია. სად? ჯაკუზში, კაცო, ჯაკუზში. ჯაკუზი რა არის? წაიყვანეთ კაცო ეს კაცი რა ვინ არის? წაიყვანეთ ეთქები. გრძელდება წინამთავრობის წევრების დაჭერები და დაკითხვები, ამჯერად დააკავეს ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსი თემურ სამციშვილი. ძალიან უცნაური ბრალდებით, ხა ბრალდებას მოგიყვებით ძალიან სასწრაფო. ამ ადამიანმა ქუთაისის ოპერის თეატრის მუსიკოსებს თბილისში კონცერტზე წამოსასვლელად გამოუყო ავტობუსი და გამოუწერა 500 კილომეტრზე სამყოფი ბენზინი, ანუ 250 კილომეტრი იქით და 250 კილომეტრი აქეთ. გზა ჩაულებრია თბილისიდან ქუთაისამდე. და პროკურატურა ეძაება, რომ ქუთაისიდან თბილისამდე 250 კილომეტრი კი არა, 230 კილომეტრია. ეს ზედმეტი ბენზინი რატო გამოუწერეთო? მართალია პროკურატურა 230 კილომეტრი არის ქუთაისის ტრაფარეტიდან თბილისის ტრაფარეტამდე. მართალია და ამ ოპერის მომღერლებსაც მინდა უთხრა, რაღა მაინც ოპერის თეატრში მომინდომეთ გენაცვალე კონცერტის ჩატარება. ჩაატარეთ კარტფურში. შემოსასვლელში კარტფურში ჩაატარეთ რა გიშლით ხეს მე არ მესმის. CSKO ამზადებს რეფერენდუმს თუ ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა თუ ხალხმა, მაგრამ კითხვა ჟღერს ძალიან უცნაურად. აი ესეთი კითხვა. უნდა აირჩიოს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტმა. ეს ხალხს ეკითხებიან ამას. უნდა აირჩიოს. ასეთი ფორმით, რა ქვია, დასმულმა კითხვამ შეიძლება თლათ ვერ მოატყუოს ხალხი და ცოტა სხვანაირი შეკითხვა მოვიფიქროთ. აი მაგალითად ესეთი, ხომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა? ჰა, ბოლოში. ჰა, კარგია. და პასუხიც იყოს ორი ვარიანტი. კი და აბა რა, ასე ალმარტივი, რა თქმა უნდა. და საერთოდ პრეზიდენტის აირჩიოს პარლამენტმა და მომავალი პარლამენტის აირჩიოს ამ წინა პარლამენტმა. წინა პარლამენტმა, იმიტომ რაღაც დაგვატარებთ კაცო ამ არჩევნებზე, რა გვინდა? დაგვასვენეთ ხალხი და აირჩიოთ, არ არის პრობლემა. ხედავთ ეს არის ეს მინდა გითხრათ რომ მართალია როგორც ეს რომ ამბობენ საოცარი დემოკრატიაო ეს არის. ხალხს ასარჩევი გრჩება მარტო საქართველოს ვარსკვლავი და ტოპგოგო. ნუ ქართული ოცნება ისევ აგრძელებს ნაციონალების გადაბირებას საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. მე მგონი ეგენი იმდეს იზავენ, იმდენ ადამიანს გადაიბირებენ, რომ მალე ალბათ სააკაშვილსაც გადაიბირებენ და რა გაუძლებს კიდე ამ 9 წელი ამ კაცს. რა გაუძლებს?